ყველაფერი, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ხო, აი ამ ხნის განმავლობაში მიედინება აი ესე თავის საქმეს აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს აქციები და რომ იფიქრებ, რომ აი რაღა უნდა მოხდეს ისეთი, რომ კიდე რაღაცა გაგიკვირდეს ამ ქვეყანაში ხდება და ხედავთ, რომ ქვეყანა სრულ იზოლაციაში ექცევა. მე არ ვიცი, დღეს ნამდვილად აღარ გადამიმოწმებია, მაგრამ როდესაც მიხეილ ყაველაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ძალოვანები დააჯილდოვა, მის უკან არ იყო ევროპული დროშა. აღარ იყო ევროკავშირის დროშა, რომელსაც ჩვენ მუდმივად ხვდებით წინა პრეზიდენტების ეს არის სხვადასხვა შემთხვევითი, ეს მიზანმიმართულია, ისინი ესე გვაპარებენ ასე რომ ვთქვათ, რომ აი თვალს მოშორდება ნელ-ნელა გონებას, ნუ ესე თვლიან, ესე მიიჩნევენ, მაგრამ ის რაც ჩვენს ხალხს სურს, ის აუცილებლად მიიღწევა და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვოთ. პირველი ძალიან მნიშვნელოვანია ისიც ქალბატონო, რომ საერთაშორისო ვითარება როგორი იქნება, დასავლეთში რა სიტუაცია იქნება, იმიტომ რომ რუსეთის ფაქტორი საკმაოდ მძიმეა, მათ შორის ევროპული ქვეყნებისთვის. რუსეთის ასე ვთქვათ განეიტრალება თუ რაღაცნაირად შერბილება პირველ რიგში ყველა თავის ქვეყანაზე ფიქრობს, მოდი ეს არ დაგვავიწყდეს, მაგრამ ჩვენ კარგი სიტუაცია იყო ხა რაღაცა პერიოდი, ეს ბოლოს 3 წელი განსაკუთრებით, რომ ჩვენ გვესარგებლა რაღაცებით, მაგრამ სამწუხაროდ აი ამ კოლაბორანტი ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელი იყო და კიდევაც ნახეთ, იქ დუარესობისკენ წავიდა ჩვენი საქმე, ამიტომ იმის თქმა, რომ აი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები, ოღონდ არ უნდა ჩაატაროს ამ ხელისუფლება. ეს ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, თქვენ გთით, რომ ხელისუფლება არის არალეგიტიმური, ხო? რადგანაც ხელისუფლება უნდა დანიშნოს ეს არჩევნები, ოპოზიციის პარლამენტში შესვლის გარეშე ვერ დანიშნოს, ხო? მაშინ რა გამოდის, ოპოზიცია პარლამენტში შევა, მერე რა მოხდება იქ უკვე არავინ არ იცის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაგალითი წინა არჩევნების პერიოდი კარვების გაშლა და შემდეგ ყველა ოპოზიცია შევიდა იქ. თუნდაც შევიდეს ოპოზიცია და დაინიშნოს არჩევნები. არჩევნებს ხომ ისევ ეს ხელისუფლება ნიშნავს. აი იქ სად არის ბერკეტი. ჩვენ არჩევნებამდე ძალიან ხშირად გქონდა ეთერი და მუდმივად ვსვამდი ამ კითხვას. თქვენთანაც მაქვს ეს კითხვა დასმული, სად არის ბერკეტი? რა გარანტია აქვს ახლა ოპოზიციას სიტყვაზე, რომ უფრო ნაკლები პროცენტი არ მიიღოს, ვიდრე მიიღო წინა არჩევნებში. ამ ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს. არის ამის საშუალება, რომ ჩაატაროს ეს არჩევნები საერთაშორისო ორგანიზაციამ, აქვს მნიშვნელობა ეს თუ იქნება, თქვათ, ევროკავშირის ეგიდით რომელიმე ორგანიზაცია, თუნდაც გაერო, რომელიც უნდა იყოს ყველა ფუნქციოა ყოველთვის საჭირო და კრიტიკულ მომენტებში, მაგრამ ეს უნდა ჩატარდეს ამ ხელისუფლების გავლენის გარეშე. წინასწარ შემთხვევაში უარესი შედეგი დაიდება, იმიტომ რომ დაწერენ იმ ციფრებს, რომელიც უნდა და ბატონო, თქვენ კი ამბობდით, მაგრამ ესე არა, ხო ვიცით როგორც რა ძალადობრივი მეთოდების ქვეშ ტარდება არჩევნები ყოველ 4 წელიწადში. მე მისმის, აი აბსოლუტურად მისმის, ახლა თქვა რას ლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, როცა ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ძალიან ბევრი ადამიანი, თუნდაც ის ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლებას მისცეს ხმა, გამოვლენ და აუცილებლად იტყვიან, რომ რატომ უნდა ჩაატაროს ჩემს ქვეყანაში სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა. აი აქ რა პასუხი უნდა მიცეთ? ხო, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება თავისი მოძალადეობრივი მდგომარეობით არ არის ლეგიტიმური და ფაქტია, რომ გაყალბებული ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები. თუ გახსენდება სხვა რომელიმე ქვეყანა, სადაც ვფიქრობდი კი იყო ასეთი და ვერ ვიცებ და არ მინდა რომ შემეშალოს და არასწორი ქვეყანა დავასახელო, მაგრამ იყო ასეთი პრეცედენტი, როდესაც ხალხმა საზოგადო პროტესტმა, საყოველთაო პროტესტის შედეგად, ეს მოცემულობა დადგა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარეს არჩევნები.